ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით ვანო მთვრალაშვილთან ერთად ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, რაც შეეხება საუბრის თემას ნარჩენების მართვა როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი და ევროპული ვალდებულება. ბატონო ვანო, მოგესალმებით. მადლობა რომ ამ თემით შემოგვერთდით. ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა საინტერესო თემებს შევეხებით, მაგრამ მაინც ახლა 27 სექტემბერია და დარწმუნებულიო რომ საქართველოში არ მეგულება ოჯახი და ადამიანი, რომელიც თუნდაც აი თაობის 30 წლის წინ მომხდარ ამბავს დაესწრო და ვინმე არ ყავდეს ამ ომში გარდაცვლილი, ან მოკლედ ეს ტკივილიც ალბათ თქვენს ეხებათ. ბუნებრივია. დიახ, გეთანხმებით, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ტკივილი, საქართველოს ტკივილი. საქართველოს ძირძველი ტრადიციული ულამაზესი კუთხე მხარე აფხაზეთი სამწუხარო დროებით ჩამოცილებულია დედასამშობლოს, თუმცა იმეც ვიტოვებთ, რომ ალბათ მოვა ის დრო, ის ლამაზი დრო, როდესაც ის შემოუერთდება საქართველოს, რა თქმა უნდა, და ალბათ ეს დროც არ არის არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, თუმცა დღეს რა თქმა უნდა ვიხსენეთ იმ ხალხს, ვინც თავიდან პირულად მართლა და დიდება გმირებს. ბატონო ვანო და ზოგადად რაც შეეხება ქვეყნის განვითარებას, რა თქმა უნდა, არის ეს ძალიან მძიმე პერიოდები და 27 სექტემბერი, რა თქმა უნდა, და ეს 32 წლის წინ, 33 წლის წინ უბრალოდ დაწყებული მოვლენები, ხო, ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან დიდი ტრაგედია. მაგრამ ცხოვრება გრძელდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა ვითარდება არაერთი მიმართულებით და დღეს სწორედ ჩვენ უნდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად თემაზე, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ნარჩენების მართვა. და მოდით აი ამ კუთხით ევროპული ვალდებულება, ხო, თან ესე გვაქვს დაანონსებული, ანუ ჩვენ ქვეყანაში რა მდგომარეობა, როგორ ვასრულებთ ამ ნაწილს და რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორების შეფასება. დიახ, მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ქვეყნის ეკონომიური განვითარება და ეს თქვა ის ტემპები, ის დინამიკა, რაც მიმდინარე ეტაპზე არის და ზოგადად ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირში, ანუ ქვეყანა, რომელიც ვითარდება სწრაფად, ამვითარებს ეკონომიკას, მათ შორის ტურიზმი ვითარდება, აქ რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, ადგილი ცალსახად უკვე იკავებს ის პროცესი, რასაც გარემოს დაცვა ქვია, ეკოლოგია ქვია, ადამიანის ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა ამ კონტექსტში ნარჩენების მართვა. ეხლა რაც შეეხება თვითონ დამოკიდებულებას, მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ის ვალდებულება, რასაც საქართველოს გააჩნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს გადის ბევრ მნიშვნელოვან ასპექტზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ეს არის გარემოსდაცვის საკითხები და მათ შორის ნარჩენების მართვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ამ მიზნით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი კეთდება, ძალიან ბევრი საქმეა დაწყებული და შესაბამისად განხორციელებული და მათ შორის მინდა გითხრათ ცალსახად, რომ ევროკავშირის ელს არაერთის განუცხადებია, რომ საქართველოს ამ მიმართულებით, ამ რეფორმის გზაზე, რასაც ნარჩენების მართვა ქვია, ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის და ესე არის ნამდვილად და მათ შორის თქვა ის ინსტიტუცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, წარმოებულის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, ხო? ეს გახლავთ სწორედ ევროკავშირიდან გადმოღებული მოდელი, ანუ ევროკავშირში აპრობირებული განვითარებული ინსტიტუცია, როდესაც ბიზნესი უშუალოდ, ანუ აქ შემოდის ბიზნესი, აქტორი, როდესაც ის თვითონ არის ჩართული ნარჩენების მართვის პროცესში, ანუ პრინციპი არის ესეთი, რომ ერთი დამაბინძურებელი იხდის და მეორე ის რომ კომპანია, ბიზნესი, რომელიც ჩართული არის ისეთი პროდუქციის იმპორტში, იმპორტის განხორციელებაში, რომელიც შემდგომში ხდება სპეციფიკური ნარჩენი, ის ვალდებულია ამ პროცესში ჩაერთოს და თავისთავად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება მათ შორის, რაც აი ამ რეფორმის პარალელში ხდება, ეს არის წარმოებულის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების დაარსება, დაფუძნება, მათ შორის ჩვენაირი ორგანიზაცია, 4 ორგანიზაცია ქვეყანაში და ის ორგანიზაციები ბიზნესთან ერთად ახორციელებენ აი ამ პროცესის წარმართვას. ანუ ერთი მხრივ სახელმწიფო, რომელიც თავისთავად უდავოდ განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას მიმართულებას და ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ მათ შორის ჩვენი კომპანია არსებობს, არამონგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესის მიერაა დაფუძნებული, სახელმწიფო ვალდებულებებით და მეორე რა თქმა უნდა ის პროექტები, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფო ახორციელებს კონკრეტულად ამ მიმართულებით და არის ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და ეს ჯამში
ქვეყანაში მოგცემს სწორედ იმ შედეგს, როდესაც ჩვენ როდესაც პირობითად ხო მივიღებთ გარემოს დაცულს, გაცილებით დაცულს, ესე ვთქვათ, იმ კუთხით რომ იქნება ჯანსაღი გარემო, მწვანე ეკოლოგია იქნება დაცული, რა თქმა უნდა, და ადამიანის ჯანმრთელობა ამასთან პირდაპირ ესე ვთქვათ კავშირში, კოლერაციაში. ბატონო, ანუ რა არის ძირითადი გამოწვევები, რასაც აწყდება აი ამ ხრივ ბიზნეს სექტორი და თუნდაც აი თქვენი მსგავსი ორგანიზაციები? აი მთავარი გამოწვევა უკვე გასული შედეგებიდან რო იმჟელოთ უკვე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენ უკვე მესამე წელია ამ პროექტის პარალელში საკმაოდ მნიშვნელოვან აქტიურ ესე ვთქვათ საქმიანობას ვახორციელებთ ისეთი სპეციფიკური ნარჩენების ამოღებას, როგორც არის ნარჩენის საბურავი, ნარჩენის საავტომობილო ინდუსტრიული ზეთი ნარჩენი, აკუმულატორი, აქვე არის ელექტროხელსაწყოები, ელექტრონული ტექნიკა. ახლა ეს რო წარმოიდგინოთ წლების განმავლობაში, ხო ფაქტიურად თუ არა ახალი კანონმდებლობა, ახალი რეგულაციები, ეს ესე ვთქვათ მისი ამოღება, უტილიზაცია ხომ რა თქმა უნდა მისი მასშტაბები ძალიან მცირე იყო. ჩვენი ჩართულობით მინდა გითხრათ, რომ რეალურად დღეს საკმაოდ დიდი მასშტაბის ნარჩენის ამოღება ხდება. მაგალითად პირველ 8 თვეში ჩვენმა ჯგუფმა ამოიღო სადაც 2600 ტონამდე ნარჩენის საბურავი. მაგრამ ამის მიღმა აი თქვენ გამოწვევები ახსენეთ, ხო? ანუ ერთი ის რომ ნარჩენის შეგროვება პირველი პრიორიტეტი, რაც თქვა ჩვენი კომპანიის და წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მანდატში არის, ეს დღეს სრულდება და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებით, ანუ უფრო აქტიური განვითარება, ვიდრე იყო მოლოდინი, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ხო, ნარჩენის გადამუშავება, აი ამ სახის სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავების ინფრასტრუქტურა, ინდუსტრია, როგორც ესეთი, უკვე დღეს უკვე ვერ ყვება, ფეხდაბეხ ვერ ყვება ჩვენ საქმიანობას და აი მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, აი მაგალითად ნარჩენს საბურავს, ოდესაც ჩვენ ვიღებთ ეს ქვეყნის მასშტაბით ეს არის 10000 ტონამდე თქვა, ყველა კომპანიის მიერ ეს საბურავი ამოღებული, ბუნებას გამოცვლილი, რა თქმა უნდა, რეალურად მისი გადამუშავების სიმძლავრეები არის ძალიან მწირი და ძალიან მცირე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ აქ არის საუბარი, აქ სხვა ნარჩენებთან და ელექტროხელსაწყოებთან, ელექტრონულ ნარჩენებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესია, თქვა ნარჩენზეთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესი სიტუაცია, თუმცა ყველა მიმართულებით, ხო, ჩვენ დღეს გამოწვევების წინაშე ვდგევართ იმ ნაწილში, რომ ერთი ნარჩენები როგორც ესეთი გროვდება და ის ბუნებიდან გამოდის, თუმცა მეორე მხრივ მისი გადამუშავება, ხო? გადამუშავება, აი აქ საკმაოდ ესეთი გარკვეული სახის პრობლემები გვაქვს და რა თქმა უნდა ამის გამოსავალიც ჩვენ ესე ვხედავთ, რომ პირველი ის რომ თავისთავად ნარჩენების გადამუშავება ჩვენ არ წარმოვიდგინოთ ისე რომ ეს საბოლოო ჯამში წამგებიანი საქმე, რა თქმა უნდა ეს არის ბიზნესის ნაწილი, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად ნარჩენი, ხო, ბევრი ნარჩენი ეს არის პოტენციური ნედლეული, ისე როგორც აი მაგალითად ზეთი, საავტომობილო ზეთი ჩვეულებრივი ნედლეულია, რომელსაც თავის ფასი გააჩნია ნარჩენ საბურავსაც ასევე მისი გადამუშავებით, მისი ნედლეული გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულის შემდგომ მიიღება ძალიან ბევრი სახეობის რეზინი. მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქეთი, ხო? საკმაოდ განვითარებული ამ მიმართულებით და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციები, ფეხსაცმელები, ეგრეთ წოდებული ჩექმები და ნუ ძალიან დიდი სპექტრი პროდუქციის, რასაც თურქეთი აწარმოებს და რომლის მასშტაბები ძალიან დიდია. ანუ რეალურად ჩვენ ახლა უკვე გვინდა ჩაუყაროთ საფუძველი ისეთ მოცემულობას, როდესაც პირველი თქვა თუ ქვეყანაში ამაზე არავინ არ ფიქრობდა ბიზნესებად მესაუბრარი, რომ რეალურად ეს საქმე ბიზნესმა უნდა აკეთოს, რა თქმა უნდა სახელმწიფო აქ არაფერ შუაში სახელმწიფო რეგულაციებს აწესებს და შემდგომ ბიზნესი უნდა ჩაერთოს. თუ ბიზნეს არ გონია სურვილი ან თქვა რაღაცა სურვილის მიღმა თქვა მან არ იცოდა რაღაცა გარკვეული ერთგვარი წახალისებას მოხდა ბატონო თქვენი ამ საქმიანობით, ფიქრობ რომ ბიზნესმენი რომელიც ამ საქმეში ჩახერული ხდება რომ აქ გარკვეულწილად მოგებაც შეიძლება კონდეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამიტომ რომ თქვენ რო წარმოედგინოთ, ანუ ერთი მხრივ ნარჩენი არსებობს, რომელიც პოტენციური ნედლეულია და ამაგალ საბურავზე როცა საუბრობთ, მისი გადამუშავები დაკუცმაცებით გამოდის მავთული, რომელიც ჩვეულებრივად მეტალი არის და რჩება რეზინი, რომლის დამუშავებით ხო მიიღება ისეთი ნედლეული, რომელსაც აქ ძალიან დიდი ფაქტორ სპექტრი გამოყენების და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩამონათვალი პროდუქციის, რაც მე გითხრით, მე თვითონ თურქეთში რამდენჯერმე ვიყავით ამ მისიით, შევხვდით ძალიან ბევრი წარმოების, ესე ვთქვათ, მფლობელებს და არის ძალიან დიდი მოთხოვნა. და რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხდება თურქეთში.
რეალურად ჩვენ უბრალოდ ამ ეტაპზე გვინდა რომ ნედლეული თურქეთში გავიტანოთ, თუმცა რა თქმა უნდა პერსპექტივა არსებობს იმის რომ საქართველოს შეიქმნას ესეთი საწარმოო. აი ზოგად ჭილში რო ვისაუბროთ, დიახ, აი საქართველოს შეიქმნა საწარმო, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ გადადგმული ნაბიჯია და როგორც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, ქარხანა გაიხსნება. აი ბათუმის საბურავის გადაშენების შეეხება პარტნიორებს, საერთაშორისო პარტნიორებს. ანუ მათი შეფასება არის უმაღლესი. თქვენ როგორც ისაუბრეთ ამაზე და არაერთ გზის აღგინიშნავთ და სტატისტიკასაც თუ შევადარებთ, ანუ ნარჩენების ამოღების საქართველოში და საზღვრებს მიღმა. ანუ როდესაც შეფასებაზეა საუბარი და იღებ საუკეთესო შეფასებას, რა თქმა უნდა, აქ ალბათ პროცენტული მაჩვენებელიც განისაზღვრება, რომ ქარხანაზეც რო ვისაუბროთ და რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებზეც და მიშა კიდე გაინტერესებს. არა, მე კონკრეტულად მაინტერესებდა ის ბათუმის საწარმო უკვე მშენებლობის სტადიაზეა, ხომ ეს? და ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ეს არის უკვე პრაქტიკული შედეგი იმისა, რა თქვენ საუბრობდი და პირველი რეალურად გადადგმული ნაბიჯი ფიქრობ და მაგალითიც იქნება ეს უკვე სხვა. ანუ რამდენიმე კითხვა დავსვით და ყველაზე იპასუხოთ პირველი მე დავიწყებ ბათუმის საწარმოით ზოგადად რა თქმა უნდა ჩვენი ფუნქცია და ჩვენი მანდატი არ გულისხმობს იმას რომ ჩვენ პირდაპირ ქარხნების მშენებლობაში მათ შორის ქარხნების წარმოების მართვაში შევიდეთ თუმცა იქინა გამომდინარე რომ ქვეყანაში რეალურად ხო ამ მიმართულების განვითარება როგორც ეს წარმოება არ იყო ჩვენ ვალდებული და იძულებული ვიყავთ რომ ქონდა ბევრი ნარჩენები გვიგროვდებოდა რომლის ნაწილის გადამუშავება ხდება მაგრამ რაღაცა ნაწილს ვერ ვამუშავებდით იმიტომ რომ რეალურად ქვეყანაში სიმძლავრეები არ იყო ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დასავლეთ საქართველოში ბათუმში შეგვექმნა საწარმო და რა თქმა უნდა ამასაც კონკრეტული ლოგისტიკურად და მათ შორის დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ანუ თვითონ აჭარის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თქვათ მოდი ესე ვთქვათ რეგიონია ჩვენთვის მათ შორის ძალიან განვითარებული და განვითარებადი მათ შორის ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალება და შესაბამისად ამ მიმართულებით კონკრეტულად ხო რა თქმა უნდა იქაც საკმაოდ დიდი მოცულობის ნარჩენი გროვდება ჩვენ ფაქტიურად დღეს რეალურად ვართ იმ ფაზაში როდესაც ველოდებით უკვე ესე ვთქვათ დანადგარებს ველოდებით შესაბამისად უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყებთ ესე ვთქვათ სატესტო რეჟიმში ამ წარმოების განვითარებას რეალურად იმიტომ რომ მართლა გამოცდილება ჩვენი აქ ამ შემთხვევაში ნული არის გვაქვს ენთუზიაზმი მიზანდასახულობა და გვინდა რომ რაღაცნაირად ეს პროცესი აიწყოს ამიტომ უახლოეს ალბათ ერთ თვის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული შედეგები გვექნება საწარმო გაეშვება რა თქმა უნდა ჩვენ ყავს პარტნიორები ამ მიმართულებით და მინდა გითხრათ ასევე რომ ეხა როგორიცაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ძალებით ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან ნუ მხარდაჭერა რა თქმა უნდა არის პოლიტიკურ ნაწილში მათ შორის იმ ნაწილში რომ ეს ქვეყანა სჭირდება თუმცა და პრიორიტეტია სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა სხვა შემთხვევაში ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჩვენი რესურსით ვაკეთებთ და შესაბამისად თუ ამ პროცესმა ჩვენ რეალობაში დავინახეთ რომ იმუშავა ისე როგორც მოლოდინი გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენ მასშტაბებსაც გავზით ერთი და მეორე ჩვენ რეალურად ვეცდებით რომ ამ წარმოების განვითარება გავაკეთოთ. მათ შორის ახლა საუბრობდით რომ შეიძლება უკვე მიღებული ნედლეული შესაბამისად მიიღო ძალიან ბევრი ისეთი მასალა ფილებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურა. ანუ ეს მაინტერესებდა დილეტანტური შეკითხვაა, ანუ ამ გადამუშავებული მასალისგან რა პროდუქტს მიიღებს? ეს ალბათ მსმენელსაც დაინტერესებს. ძალიან სპექტრი მრავალფეროვანი დაკუცმაცებით მიიღება რაღაც რამდენი გარკვეული სახის ეს ფრაქციები პროცესი მიდის რაღაცა საკითხს და ბოლოს ჯაფშებულობ გრანულს. გრანულის მერე იღება ფხვნილი ესე ვთქვათ, ეს არის საბურავის რეზინის ფხვნილი. ეხლა რეზინის ფხვნილი და მიიღება 10-ზე მეტი დანიშნულების რეზინის წარმოებაში ის გამოიყენება და როგორც მე გითხარით, ეს ფეხსაცმლის წარმოებიდან დაწყებული, ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებაში გამოყენებული სხვადასხვა მასალები, მათ შორის ფილები, ბორდიულები, მინდვრის საფარებში გამოიყენება ეს მასალა. ანუ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ძალიან დიდი გამოყენება აქვს. თუნდაც ის რომ საქართველოს თქვა დღეს რეალურად ხო ამ გრანულის იმპორტს ახორციელებს თქვა თურქეთიდან შემოაქვს გარკვეული რაოდენობა ირანიდან შემოაქვს რა თქმა უნდა ჩანაცვლებაც მოხდება ის გრანული გამოიყენება მინდვრის საფარებში ესე თქვა მშენებლობისთვის გამოიყენება და რა თქმა უნდა ჩაინაცვლება შედარებით იაფიც იქნება ჩვენ ვფიქრობთ რომ ხარისხი რა თქმა უნდა აქ იქნება საკმაოდ მისაღები და ზოგადად თქვენ რო წარმოედინოთ ქვეყანაში ხო ანუ პირობითად არის ძალიან დიდი მასა ნარჩენი წლების განმავლობაში დაგროვილი სწორედ აი სხვა სპეციფიკური ნარჩენების ასეთ გადამუშავებაზე თუ ფიქრობთ უკვე და თუ არის რაღაცა რეალური გეგმა ამ შემთხვევაში რა არის ყველაზე
პრობლემული ჩვენთვის იყო ეს ნარჩენი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ნარჩენთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოება. რაც შეიძლება თქვა სხვა ნარჩენებზე, ახლა აქ არის ზეთი. ხაღალდი მინა პლასმასია. სხვათა შორის აი პლასტიკი ვახსენეთ, პლასტიკზე ძალიან დიდი მოთხოვნილება არის. ამ პროექტსაც ჩვენ განვიხილავთ ახლა. უახლოეს მინდა რომ აქაც პარტნიორები ყავს, მათ შორის რო წარმოედინოთ პლასტიკის გადამუშავებით, ანუ გრანულის მიღებით და უბრალოდ იქ უკვე სხვა პროცესია კიდე. პირველი ერთი გადამუშავება, გრანულის მიღება, თუმცა მაღალ ტექნოლოგიური პროცესი, რაც უკვე შესაბამისად თურქეთშია, მათ შორის სხვა ქვეყნებშია, ხო? მიიღება ძაფის მაგვარი მასალა, რომელიც სხვათა შორის გამოიყენება ტექსტილში და ძალიან ბევრი პროცესი, ანუ იქ აბსოლუტურად სხვა მოთხოვნა არის, მასშტაბები ძალიან დიდი არის, თქვენ წარმოიდგინეთ და გამოყენების ძალიან დიდი არის სპექტრი და ანუ რეალურად ხო ჩვენ ფაქტიურად აი ბოლო პერიოდში ხო ძალიან ბევრი პერსპექტივა დავინახეთ ამ მიმართულების პერსპექტივა იმ კუთხით რომ ერთი მხრივ ნარჩენი რომელიც ბუნებას გარემოსცილდება და მეორე მხრივ ის ხმარდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. და ის სტატისტიკას ვინდა მივუბრუნდეთ საერთაშორისო პარტნიორებს შეფასებას და ეკოაკადემია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო იქიდან გამომდინარე რომ ახალგაზრდები იზრდებიან, იღებენ საჭირო ინფორმაციას და პრიორიტეტულია მათთვისაც ეს მიმართულება. უკვე ერთი წელი გავიდა და ოქტომბერში ელით ხომ ახალ ნაკაცებად. ოქტომბრიდან უკვე პირველი მინაგითა სტატისტიკასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოცემულობაა. დღეს რეალურად ხო ის ჯგუფები, რომელიც ჩვენთან არიან ინტეგრირებული, ეს არის როგორც გითხარით, წარმოების გაფართოებული ვალდებულების ინსტიტუცია, ყოველდღიურად, თქვა, ეს იქნებიან გამოცვლის ობიექტები, თქვა, სხვადასხვა მათი სპეციფიკური ნარჩენ პროდუქციის, ისინი კავშირში არიან ჩვენ კომპანიასთან შესაბამისად ლოჯისტიკური სამსახური ჩართული პროცესში და ჯამში მე გითხარით რომ მაგალითად საბურავის შემთხვევაში ჩვენ გასულ წელს 4000 ტონამდე ნარჩენი საბურავი ამოვიღეთ. ჯამში ქვეყანაში ხო მთლიანობაში 10000 ტონამდე ნარჩენი საბურავი იქნა, ესე ვთქვათ, ბუნებას გამოცილებული, წელს გაცილებით დიდი მასშტაბი იქნება. ანალოგიურად აი ნარჩენზეთი ხო, ნარჩენი ზეთი, საავტომობილო ინდუსტრიული ზეთი რო წარმოიდგინოთ თუ არა ჩვენი კომპანიების მუშაობა, ავტორიზებული კომპანიების, ხო, მოხდებოდა ამ ნარჩენის იწვევა უბრალოდ რა, ეს ძველ პერიოდში ხაც არა. ჩვენ არ ვიყავით. რაც ასევე არ არის ეკოლოგისტვის. რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, ეს არის კოგირდი ძალიან დიდი კონცენტრაცია, CO2 ძალიან დიდი კონცენტრაცია, მძიმე მეტალები რო წარმოედინოთ და სად იწვებოდა სათბურებში, იწვებოდა პურის საცხობებში, ოჯახურ პირობებში, უბრალოდ იაფი ენერგეტიკული წყარო არის და როცა უნდა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის ერთ-ერთი, რა ვიცი, მომაკვდინებელი და იმიტომაც არის გაზრდილი, თქვა ის ონკოდაავადებები, რაც ქვეყანაში ფაქტიურად ანუ როგორი გადაჯაჭვულია ყველაფერი რა თქმა უნდა გადაჯაჭვულია და ჩვენ რეალურად აქაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი თემაზე ვსაუბრობთ ამბობთ რაც მიდის ნახეთ რა არის ჩვენ თითოეული გრამი გამოტანილი ამ ხრივ ხო და აქაც როგორი რაღაცაა იცით აი ნარჩენზეთან დაკავშირებით საავტომობილო ინდუსტრიულთან დაკავშირებით ქვეყანაში ახლა წარმოება არ არსებობს რა არ არსებობს წარმოება რა როგორი წარმოება თანამედროვე ევროპული თორე საკმაოდ ძვირად ღირებული ესე ვთქვათ პროექტი არის და მასშტაბები ჭირდება ანუ ის საქართველოში ანარჩენი წარმოიქმნება ის ვერაკმაყოფილებს იმ მასშტაბებს რაც რენტაბელობას უზრუნველყოს მაღალ ტექნოლოგიას. ამიტომ მიმდინარე ეტაპზე ჩვენი პარტნიორი კომპანიის მიერ საკმაოდ ესეთი მოწესრიგებული კაი კომპანია ხდება ამ ყველაფრის ევროპაში ექსპორტირება, რომ ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე, ანუ ნარჩენის ამოღება და შემდგომ მისი ექსპორტირება ევროპაში. იქ რა თქმა უნდა თანამედროვე გადამამუშავების საწარმოებში ხდება მისი გადამუშავება და შესაბამისად მიიღება სხვადასხვა სახის პროდუქცია და ანალოგიურად უკან ბრუნდება. ანუ ჯამში ჩვენ რეალურად ხო პირობითად ნარჩენს და აქაც სწორედ ეს საკითხია, რომ ის რაც არის გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის და ჯანმრთელობისთვის ეს მეტადამაზიანებელი, თქვა მაქსიმალურად ვცდილობთ იმ პირობებში და იმ შესაძლებლობებში, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ მოვაცილოთ მათ შორის უკანონო გამოყენებას, არლეგალურ გამოყენებას და მათ შორის დაყრას თუნდაც საბურავების და აი სწორედ აი ამ პროცესში ვართ ჩვენ დღეს ეს მასშტაბები არის შეფასებული მათ შორის ჩვენი პარტნიორებისგან ის ხალხი ვინც ჩვენ ესე ვთქვა და აი ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები იყვნენ ეს არის ევროკავშირის ცნობილი ექსპერტები საკმაოდ მათ შორის ჩვენ ევროკომისიაშიც ვიყავით ვიზიტით და მათი შეფასება იყო აბსოლუტურად ყოველთვის იყო ესეთი რა თქმა უნდა თქვენ დიდ საქმე დაიწყეთ თავარია რომ პროცესს მიიღებით და რა თქმა უნდა წლების შემდგომ იმიტომ რომ ევროკავშირში 40-50 წელი მიმდინარეობს აი ამ პროექტების განხორციელება და ჩვენ სულ 3 წელია რაც ვახორციელებთ რა თქმა უნდა ამ პროცესის თამდევი არის ცნობიერების ამაღლება მათ შორის ნელონო მივიდით აკადემიამდე კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ამას ხედავთ ვაკვირდებით მათ შორის აი ნარჩენების წარმოქმნელები ხო ის ხალხი ვინც უშუალოდ ამ პროცესშია ხო ხა ჩვენ ახალგაზრდა თაობაზე ვსაუბრობთ მაგრამ აი წარმოიდგინეთ თქვა ძალიან ბევრი მინდა გითხრათ რომ მადლობა
მოუხადო რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეებია, თუმცა არის ხალხი რომელიც დღესაც მაგალითად ცალსახად იძახის რომ მე ნარჩენი არ მაწუხებს რა, მე შემიძლია ეს გადამეგდო, გადამეყარა, თქვა არის ხალხი იძახის რომ აი სახში წვავდი ამას მე ზეც სახში ოჯახში წვავს წარმოიდგინეთ, რომელიც დაწვა გამორიცხულია ღია პირობებში, თუ არ და ამიტომ რა თქმა უნდა ცნობიერება და ჩვენი აუცილებელია კი თუნდაც დღევანდელი გადაცემა რომელიც დავზრუნავია რომ ორი ადამიანის მის იმიტომ რომ არ არის ესე რა ბიზნესი არის აბსოლუტურად სხვა წარმონაქმნი რომელიც თვითონ მარტო ცდილობს ეკონომიკის შემადგენელია ბიზნეს განვითარებას თუმცა მის მიღმა სწორედ ეს პასუხისგებლობა ხო სოციალური პასუხისგებლობის მატარებელი რომ უნდა იყოს მათ შორის ის რომ მან გარემოზე უნდა იზრუნოს გარემოს დაცვაზე ეკოლოგიაზე ხო ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აი ეს ყინული ღვება ეხლა და მათ შორის ბიზნესი მინდა გითხრათ რომ უკვე ამ პროცესში ერთვება და სწორედ ჩვენი ეკოაკადემია არის ასევე ის ინსტრუმენტი ჩვენთვის რომლის საშუალებითაც ჩვენ მათთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ახალგაზრდებთან მიმართებაში პირველ რიგში რომ ახალგაზრდები ცოტა სხვა ფენომენია იქ აბსოლუტურად სხვა ხედვაა ჩვენ და გასაოცრად ისინი არიან აბსოლუტურად სხვა დონეზე განვითარებულები ძალიან კრეატიულები ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებლები მათ შორის და აი ჩვენ მე პირადად მინდა გითხრათ რომ აი ვამაყობთ რა იმიტომ რომ ის ჯგუფები რომელიც ჩვენთან მოდიან და ეხლა ძალიან ბევრი ჯგუფი დაიწყებს უკვე ოქტომბერში და მათ შორის აი ეს უშუალო თქვათ პროცესი რასაც ინფორმაციის მიწოდება ქვია მათ შორის პრაქტიკული ნაწილი ხო ჩვენ ძალიან დიდი მეც გვაძლევს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ქვეყანას რა თქმა უნდა იქ მიღებული ცოდნით ბუდიში ჩაგეჭერით პროფესიონალი ყალიბდება ანუ იმ საქმეს რასაც თქვენ ჩაუდექით სათავეში და იმ პროფესიონალი გამგზელებელი ეყოლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს მუდმივად რომ არსებობს ესეთი აკადემია, არსებობს ესეთი პრობლემა და არსებობს საშუალება იმისა რომ ამ პრობლემას ჩაურმავდე, მიიღოთ ცოდნა, განვითარდე და კარგი ხალხასიც გქონდეს. რატომაც არა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მომავლის პროფესია. ეხეთ, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ ჭირდება მართლა კაია, იურისტიც კაია, ექიმიც კაია, ინჟინერიც, მაგრამ გარემოს დაცველები და მიუხედავად და მით უმეტეს აი ამ მიმართულების პროფესიონალები ძალიან აკლია ქვეყანას და როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ამ თემის განვითარება და მათ შორის ინდუსტრიები ყალიბდება, ხო, რა თქმა უნდა, მომავალი თაობა ახალგაზრდების საჭირო, იმიტომ რომ ევროპაში სხვადასხვა არის ძალიან პრესტიჟული სპეციალობები, ძალიან მაღალანაზღაურებადი და ნუ ჩვენთანაც შეიძლება ითქვას უახლოეს პერიოდში ალბათ მსგავსი მოცემულობა. ეხლა ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა და იმით დავიწყეთ სწორედ დიალოგი, რომ სახელმწიფო პრიორიტეტია ნარჩენების მართვა, ამით ვასრულებთ და მომავალს როგორ ხედავთ? მომავალ საკმაოდ ესეთ ფერებში ვხედავთ, ძალიან პოზიტიურ ფერებში, იმიტომ რომ თავინა რომ დავიწყეთ ჩვენ და მათ შორის როდესაც მე ვსაუბრობ, ჩვენს გარშემო არის ძალიან ბევრი ბიზნეს ჯგუფი, წამყვანი კომპანიები ქვეყნის, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული. ფაქტიურად ჩვენი განათლება, ცნობიერება იყო ძალიან მცირე, თუმცა აი ამ 3 წლის შემდგომ ჩვენ ძალიან პერსპექტიულად უყურებთ ამ ყველაფერს. შედეგის სახეზეა ნამდვილად. შედეგის სახეზე მათ შორის ჩვენ უყურებთ მათ შორის იმასაც, რომ აი საწარმოო თემების განვითარებას, მათ შორის დანახვა იმის, რომ შეიძლება ამ მიმართულების როგორც ბიზნესაც წარმოებლების მიდგომაც ხო მთლიანად შეცვლილია. მე თქვენ ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე და ყოველ ჯერზე რაღაცა ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯების მოსმენა და ძალიან გვახალისებს და მადლობა თქვენ ამისთვის, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ამ თემებს ამ საკითხს რა თქმა უნდა თუ არა მედია გაშუქება მათ შორის თქვენი ჩართულობა იმიტომ რომ ეს სწორედ ის სფეროა და ის მიმართულება სადაც აი სწორედ ცნობიერების ამაღლებაზე გადის ბევრი რაღაცა ინფორმაციის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე და ამიტომ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის მადლობა წარმატებებს გისურვებთ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო თრალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და რაც შეეხება საუბრის თემას ნარჩენების მართვა როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი და ევროპული ვალდებულება ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული